მასშტაბზე. რა სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ჩემი ინფორმაციით ჯელაძესთან ჰქონდათ კომუნიკაცია და როგორ ჩაიარა გრძელდება ძებნის სამუშაოები, როგორც მოგეხსენებათ, რაც არის ბოლო მონაცემები ბუნებრივია იცით. 26 ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 24 არის იდენტიფიცირებული, ასევე 3 ადამიანის ფრაგმენტები არის ნაპოვნი და აქაც ხდება იდენტიფიცირება. გრძელდება რა თქმა უნდა ეს სამუშაოები, მადლობა ბუნებრივია. და გადავუხადოთ მასშტაბებს, ასევე განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებიც ძიმე ტექნიკაზე მუშაობენ, გაუჩერებლად მუშაობენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოახერხონ დაკარგული ადამიანების პოვნა. ძალიან ძიმე სამუშაოა და კიდევ ერთხელ მადლობა მათ. მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ ჩემი შტაბში დილევა მინდა გაგიზიაროთ პირველ რიგში ადამიანური. დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი, ეს პირველ რიგში მინდა გითხრათ. მან დეტალურად გაიხსენა ეს ისტორია, რომელიც მას გადახდა და წარმოუდგენელი ისტორია, საოცარი ისტორია. რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დიშვილი გაიყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე და თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის, თავის პატარა დიშვილთან ერთად, უბრალოდ თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული. და ეს მინდა აუცილებლად გითხრათ ამასთან დაკავშირებით. სატელეფონო საუბრის შემდეგ კითხვები აღარა გაქვს დაუჯელაძის. სატელეფონო საუბრის შემდეგ მქონდა ასევე შეხვედრა მასთან, როგორც უკვე ითქვა. რა ჭირდება შეგითხვას? პირველ რიგში მე მინდა განმარტო, რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მე მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ნახე ბრიფინგის დროს. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე მე არც ვიცოდი ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ამ ფოტოზე. აქედან გამომდინარე კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასე ვთქვათ შეესაბამებოდა სინამდვილეს თვითონ ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. მე კიდევ ერთხელ მინდა ამის შემდეგ რა თქმა უნდა გავერკვე ყველაფერში, რომ ეკუთვნოდა ეს ფოტო იყო დათოს მიერ დადებული, დათო ჯელაძის მიერ დადებული და ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეტალურად მოყვა მან ისტორიამ, პირადად მე მომიყვა ისტორია მასთან დაკავშირებით, თუ რა გადახდა. მე პირველი სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვადგინე, რაც მან თქვა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ჩვენ გვქონდა საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით, მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განმარტა ყველაფერი. მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა მისი დიშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და რა თქმა უნდა, ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დიშვილთან ერთად. საგამოძიებო კომისიაზე გვინდა გკითხოთ, რატომ არ უჭერს მხარს ქართული ოცნება? რა არგუმენტები გაქვს თქვენ? რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, გამოძიება არის დაწყებული, ხო, პროკურატურის მიერ. რა თქმა უნდა, არის უამრავი საკითხი, რაც პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ამისათვის კომპეტენტური ორგანო არის ბუნებრივია პროკურატურა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება იყო ადგილზე, როგორი იყო მაგალითად ნაპოვნი ადამიანების ხედრების მდგომარეობა და შემდეგ. ხო, ყველაფერთან დაკავშირებით ბუნებრივია პირველ რიგში პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოში პროკურატურა და თუ კიდევ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ჩვენ ბუნებრივია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას ხარს ვერ დაუჭერთ, თუმცა სრულად იქნება ბუნებრივია უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა, ყველაფრის გამჭვირვალობა და ამაზე რა თქმა უნდა პირველ რიგში პასუხისმგებელია ხელისუფლება. ინტერპელაციის წესით იბერებს ნაციონალური მოძრაობა ვახტანგ გომელაუს, როგორც ამბობენ 5 კითხვა. როგორ ვფიქრობთ, ამ დღეების განმავლობაში ამ კითხვას ვერ გაეცა პასუხი ვახტანგ გომელაურისგან? და დავამატებთ თქვენ თუ უმრავლესობას თუ ექნება ვახტანგ გომელაურთან ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა. რეალურად რაც შეეხება კითხვებს ხელისუფლებასთან მიმართებით, ყველა კითხვაზე პასუხი მე მგონია რომ არსებობს. თუმცა
რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს სრული უფლება, რომ ინტერპელაციის წესით მიმართოს ნებისმიერ მინისტრს, ამ შემთხვევაში მათ მიმართეს ვახტანგ გომელაურს და ბუნებრივია, როგორც ეს ხდება ხოლმე პრაქტიკაშიც, რეგლამენტის შესაბამისად ვახტანგ გომელაური რა თქმა უნდა წარსდგება პარლამენტის წინაშე. ბუნებრივია კითხვები დაისმება როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე უმრავლესობის მხრიდან იმისათვის, რომ პირველ რიგში საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სტიქიას, რაც უკავშირდება სამაშველო სამუშაოებს, რაც უკავშირდება ზოგადად სტიქიის გარშემო განვითარებულ რომ დავაზუსტოთ ამ საქმეზე პროკურატურას გამოძიება ამ დროისთვის არ დაუწყია შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გამოძიება დაწყებული. თქვენ ხომ არ აგავთ რაიმე ახალი ინფორმაცია, რადგან თქვენ აღნიშნეთ რომ პროკურატურას აქვს დაწყებული. ხო, არა, შეიძლება მე შემეშალა, მე ვიცი რომ სამართალდამცავ ორგანოებს აქვს დაწყებული გამოძიება, შეიძლება მე შემეშალა, დაინტერესდით თუ არა ვინ მიიღო გადაწყვეტილება რომ 3 აგვისტოს ღამეს შეჩერებული იყო სამუშაოები. რაც შეეხება სამუშაოები არ შეჩერებულა, მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოები გრძელდებოდა, თუ საუბარია ვერტფრენებზე, ამასთან დაკავშირებით იყო კითხვა და ამ კითხვას გაეცა პასუხი. მაგრამ რაც შეეხება სამუშაოების შეჩერებას, ბუნებრივია არ შეჩერებულა, მთელი ღამის განმავლობაში დრონები, მათ შორის ღამის ხილვის აპარატურით ათვალიერებდნენ ტერიტორიას და მის საფუძველზე გრძელდებოდა მუდმივ რეჟიმში ბუნებრივია სამაშველო სამუშაოები. ერთადერთი თემა იყო ბუნებრივია ვერტფრენები და ვერტფრენებთან დაკავშირებითაც უნდა განიმარტოს რა, რომ როდესაც საუბარია ღამის ხილვის აპარატურაზე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მე ეს ინფორმაცია მაქვს, ღამის ხილვის აპარატურა არ აუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს. შესაბამისად, ასეთი აპარატურის პირობებშიც კი პილოტებს აქვთ ისეთივე საფრთხე ფრენის დროს, როგორც სხვა შემთხვევაში. ღამის ხილვის აპარატურა უბრალოდ აადვილებს ობიექტების იდენტიფიცირებას, თუმცა ასეთი ობიექტების იდენტიფიცირება, მათ შორის ადამიანების, იგივე ცხედრების და შემდეგ იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო ისეთივე ეფექტურობით დრონების მეშვეობითაც. აქედან გამომდინარე, სამუშაოები არ შეჩერებულა, სამუშაოები გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი ბუნებრივია სამუშაო საწოლი. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა სამუშაოები თუნდაც 3 აგვისტოს ღამეს? მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ის, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს. როგორც წარიმართა პროცესები წარიმართა ეფექტიანად, რაიმე სხვა სცენარი რო წარმოვიდგინოთ, სხვაგვარი, ასე ვთქვათ, მუშაობის პირობებში ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზეც ალბათ პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ, თუმცა ბუნებრივია ყველა დაელოდება დეტალურ ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით. როგორც განვითარდა პროცესები, ძალიან ფლექსი არენას სცენაზე გუშინ რუსი დრამერი ავიდა სცენაზე. აღნიშნული საკონცერტო დარბაზი არის ხელისუფლების ბაზაზე. პირადად თქვენთვის რას ნიშნავდა გუშინ, როდესაც რუსი დრამერი ავიდა სცენაზე, იყო თუ არა უსიამოვნო და როგორ აფასებთ ამ ფაქტს? მეტი რაღაც ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო თუ არა, რომ რუსი დრამერი სცენაზე ვერ მოხვედრილა? არ ვიცი, ის იყო როგორც ჩანს ერთ-ერთი მაყურებელი და ის ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა მოიხმო სცენაზე. არ ვიცი აქ რა შეიძლება გაკეთდეს. უბრალოდ მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ. იყო ასეთი შემთხვევა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ნაცმოძრაობის ვითომ მთავარი ანტირუსული პარტიის მთავარ თავმჯდომარეობაზე, თავისუფლების მოედანზე რუსულ ენაზე შესრულდა თბილისი. და მაშინ არავინ არ აღელვებულა. არც ერთი ადამიანი, ვითომ მთავარი ანტირუსული პარტია, არც ერთი ადამიანი არ აღელვებულა. დღეს როცა ვხედავთ ასეთ აღელვებას, რა თქმა უნდა, აქ არის ხელოვნურობის ძალიან სერიოზული ნიშნები. ასევე თქვენ იცით, რომ ელენე ხოსტარია პრაქტიკულად ყოველთვიურ რეჟიმში იღებს მთლიანობაში მილიონობით რუსულ რუბლს რუსეთის ბიუჯეტიდან. ამაზეც არავინ არ ღელავს. ეს მეორე ფაქტი. გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას აქირავებდა არ ვიცი ყოველ შემთხვევაში აქირავებდა მინიმუმ, ამაზეც არავინ ღელავს. ამიტომ მე მგონია მაქვს უფლება, ასე ვთქვათ, მჯეროდეს, რომ ასეთი აღელვებები უმეტეს შემთხვევაში არის ხელოვნური. რა თქმა უნდა, იქ ბევრი ადამიანი გულწრფელად შეიძლება აღელდა, გასაგებია. ბუნებრივია, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% და მე რა თქმა უნდა პატივისცემ იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ. მაგრამ მე მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი აღელვება არის ხელოვნური და ამ რწმენას მაძლევს წარსული შემთხვევები. როდესაც ნაცმოძრაობის თავარ აქციას კიდევ ხოლმე გაიმეორებს, ჟღერდება რუსულად თბილისო და ამაზე არც ერთი ადამიანი არ ღელავს,
მე მგონია სხვა შემთხვევებში ასეთი აღელვება არის აბსოლუტურად ბატონო, უნდა გითხოთ ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის განცხადებაზე, მან თქვა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს შეიძლება იყოს ომის დასრულების რაღაც ნაწილის წინაპირობა. რასაც უკრაინის მხრიდან მოხდა კრიტიკა, რამდენად ადეკვატურია ნატოს წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადება? ნუ პირადად ჩემთვის ეს მიდგომა მიუღებელია. ხო, ჩვენ შეგვიძლია იგივე მოცემულობა წარმოვიდგინოთ საქართველოსაც. მსგავს მდგომარეობაშია ხო ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-იც არის ოკუპირებული. ჩვენ რო გითხრას ვინმე რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატოში, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს პასუხი იქნება ბუნებრივია. უარი, აქედან გამომდინარე მე აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით. პოლიტიკური თუ შეიძლება ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე მოლდოვისთვის და უკრაინისთვის თუ შეიძლება ჩვენ და მე თქვენ 135 მილიონ ევროს გადაურიცხავს ევროკომისია მოლდოვას და უკრაინას, რომელიც განკუთვნილი იყო რუსეთისთვის და ბელარუსისთვის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ზოგადად ევროკომისია ფინანსებით ასე ვთქვათ პრიორიტეტს ანიჭებს ხოლმე ქვეყნებს და ამ შემთხვევაში საქართველოს ჩამონათვალში რომ არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მათთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. რამდენად შეგვიძლია ეს რეალურად ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში და მოლდოვა რა თქმა უნდა ნაკლებად, მაგრამ არის ასევე ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. მარტო ეს ორი წელი რო ავიღოთ, შარშანდელი და წლევანდელი წელი, რაც არის ეკონომიკური ზრდის, ასე ვთქვათ, მონაცემები, მარტო ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა იზრდება მაგალითად 8 მილიარდი დოლარი. ეს არის უზარმაზარი, ასე ვთქვათ, სხვაობა, რაც გვექნება ჩვენ ამ წლის ბოლოსთვის მოლდოვასთან. ბუნებრივია მოლდოვისთვის ეს არის უმძიმესი დარტყმა. მისი ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში, შესაბამისად ამას სჭირდება ბუნებრივია კომპენსირება. ასევე რაც შეეხება უკრაინას, შარშან უკრაინას ჰქონდა 30%-ზე მეტი ეკონომიკური ვარდნა და წლევანდელი პირველი კვარტალის, მეორე აღარ ვიცი, პირველი კვარტალი იყო -10%. რა თქმა უნდა, ამასაც სჭირდება კომპენსირება. როდესაც ამ თანხების გამოყოფა ხდება ევროკომისიის მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება უკრაინასა და მოლდოვაში კომპენსირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შევშურდეს. რუსეთის მოქალაქე ქართველებს ვარდნავს, თითქოს საქართველოში არის, თუმცა ახლახანს გაიტყვა, რომ ეს ადამიანი კიევში ცხოვრობს და საქართველოში არც იმყოფება. მართულ გუნდში აფასებენ, რომ ეს არის მიზანმართული პროვოკაცია და ქვეყანაში ქაოსის შექმნის მცდელობას ემსახურება და როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება მსგავსი ტიპის დეზინფორმაციული ვიდეო? ნუ ეს არ არის პირველი ფაქტი. თვარსები მე-5, მე-6 ასეთი ვიდეო ვრცელდება უკვე სოციალურ მედიაში. ნუ თქვენ იცით, უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი და მეორე ფრონტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა არის ბუნებრივია პროვოკაციების მაქსიმალურად მოწყობა და ასეთი პროვოკაციები ბუნებრივია ამ სურვილს და განზრახვას უკავშირდება. თავარია რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ეს პროვოკაციები და ამ პროვოკაციებს არ არის. ბატონო, აუცილებლად მინდა დაუბრუნდეთ განცხადებას, რომელმაც გამოიწვია დიდი ვნებათა ხელვა, თუ შეიძლება. ნუ კეთი დუმბაძე პირველ რიგში არის ძალიან ღირსეული ადამიანი, მის ოჯახზე რა თქმა უნდა ბევრი საუბარი არც არის საჭირო და მათ შორის მის კავშირზე ლიტერატურასთან. ჩვენთვის ძალიან დასანანია რომ მას უწევს პარლამენტის ევროს მანდატის დატოვება, იმის გამო რომ გადადის სხვა პოზიციაზე, თუმცა კეთი დუმბაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის და მე დარწმუნებული ვარ რომ ის იქნება ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი იმ სამსახურში, სადაც ის ახლა დაიკავებს ხელმძღვანელის თანამდებობას. რაც შეეხება თვითონ მის საწინააღმდეგო განცხადებებს, ნუ რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელია. მანამდე მსგავსი ტიპის განცხადება იგივე ადამიანების მხრიდან, დაახლოებით 100, არ ვიცი მწერალს უწოდებენ საკუთარ თავს, ასეთი ადამიანები პირველად თავს დაესხნენ ელისო ბოლქვაძეს, 100 ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი თავს დაესხა ერთ ნიჭიერ ქალს. ასეთი ფაქტი იყო და იგივე გამეორდა კეთი დუმბაძის შემთხვევაში. ნუ არ არის ეს მისაღები, არ არის ეს სწორი. ლიტერატურა პირველ რიგში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკისგან. როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ პოლიტიკა შეიტანოს ლიტერატურაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ კეთი დუმბაძე დარწმუნებული ვარ იქნება ამ სფეროს ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი. ბატონო ეკლე, მინდა რომ დავუბრუნდეთ კვლავ განცხადებას, რომელსაც დიდი მოთხოვნა გამოიწვია საზოგადოებაში. გასაგებია თქვენი პოზიცია, თქვენ ახსენეთ, რომ სინანულს გრძნობ. გავიგე რომ
თქვათ ფეიკი გეგონა და პროტესტების მიხედვით იმსჯელეთ. თუმცა თქვენვე განცხადება ერთ-ერთში გაიმეორა თქვენვე თანაგუნდელმა მიხეილ სარჯოლაძემ. იგივე პოზიცია აქვს მასაც? ნახეთ, იყო ჩემი განცხადება, მიშა სარჯოლაძის შეიძლება სხვების განცხადებაც. ერთი ფოტოდან მიღებული აღქმა არის, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა, რაც შეეხება თვითონ ამ ყველაფერს, რა კიდევ მინდა გითხრათ. დეტალურად მოვისმენე ისტორია. დეტალურად გქონდა ისტორიის მოსმენის საშუალება. ეს არის მართლა საოცარი ისტორია და ამ ადამიანს აქვს საოცარი გზა გამოვლილი პირველ რიგში მისათვის, რომ საკუთარი დიშვილი გადაერჩინა. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დიშვილი ყოფილიყო უსაფრთხო ადგილზე. იგივეა ბუნებრივია, იგივეა. რა თქმა უნდა, არ ქონდა მიშას ბუნებრივია ასეთი ინფორმაციის მიღების საშუალება, რაც მე მივიღეთ დღეს და ბუნებრივია მის დამოკიდებულებაც დარწმუნებული ვარ, იქნება ანალოგიური. ხო, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთი შეხედვით რაც ჩანდა წარმოუდგენელი, კიდევ ამ ადამიანმა ახალგაზრდა თავის თავს აჯობა ესეთი რამე აქვს გაკეთებული. ეს არის მართლა ნამდვილი გმირობა. შესაბამისად ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არის ხარ. შეიძლება თქვენ იმყოფებოდით ახლოს შიგნით მოინახულეთ ის ტერიტორია, დილას ამბობდა ცენტრალური მოქმედი წარმომადგენელი, რომ 5% იყო მიწის ასაფრისებელი დანარჩენი უკვე აი ეს შეისწავლეთ. ეს არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან რომ რა ეტაპზე გადავა საგანგებო სამსახური მას შემდეგ რაც მიწის 100% შესაძლოა. ამაზე ჯობია ალბათ შესაბამის მოსამსახურებმა ისაუბრონ, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მივიღე. თვითონ ძირითადი ტერიტორიის ძირითადი ნაწილი არის პრაქტიკულად დამუშავებული, არის დაახლოებით 5% დარჩენილი იმ ტერიტორიის, რაც საზოგადოებისთვის არის უკვე ცნობილი, რომელიც შლამით არის დაფარული. ამის შემდეგ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ მოსაძებნია დაკარგული ადამიანები, ბუნებრივი სამუშაოები გაგრძელდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სავარაუდოდ და ეს სამუშაოები ძირითადად გაგრძელდება მდინარის არეალში, მდინარის კალაპოტში. ეს არის ის ინფორმაცია, რაც მე მივიღეთ, რა თქმა უნდა, მეტი დეტალი გახდება ცნობილი შესაბამის სამსახურების მიხედვით. იმედია, რომ მოხერხდება ყველა დაკარგული ადამიანის მოძებნა, ამის შანსი არსებობს და ბუნებრივია მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდება ამ ადამიანის მოსაძებნად. ბატონო, თქვენ თქვით რომ 24 არის იდენტიფიცირებული.